სახელმწიფო შესყიდვების ახალი რეფორმა ქართული ნოუ-ჰაუ ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდელი როგორ მუშაობს პრაქტიკაში, რა ცვლილებებია ბიზნესისთვის და რა ფუნქციები ექნება ცენტრალიზებულ შესყიდვების სააგენტოს. ტრადიციულად ხუთშაბათს პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსი, სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი გურამ დუმბაძე. რადიო იმედის ეთერშია გადაცემა ეკონომიქსი ირმა ებრალიძესთან ერთად. ვადნოგურამ გამარჯობათ. მოგესალმებით. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. დღეს ვეხებით თემას, რომელიც სახელმწიფო მმართველობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სფეროს საჯარო შესყიდვებს მოიცავს. რატომ დადგა დღის წესრიგში აღნიშნული რეფორმა, გამომდინარე იქიდან, რომ სულ არც ისე დიდი ხანია, რაც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ახალი კანონი მივიღეთ. რა არის პრობლემა? მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის პირველ რიგში. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით სისტემას, მის განვითარებას სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში. შემოთავაზებული ცვლილებები უკვე გულისხმობს არსებული სისტემის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის შესყიდვებისთვის ახალი ეტაპი. ორი მნიშვნელოვანი ცვლილებებით წავედით ამჯერად. ეს არის პირველი პაკეტი ცვლილებების, ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს შექმნა და ბაზრის კვლევის უნიკალური მოდელი, რომელიც ყველა დაინტერესებულ მხარეს, ყველა კომპანიას აძლევს საშუალებას მიიღოს მონაწილეობა ბაზრის კვლევის პროცედურაში, წინარე მოსამზადებელ სამუშაოებში, თუ როგორ მოხდება სატენდერო პირობების ფორმირება ბაზარზე. აი, უფრო დეტალურად რო გავმარტოთ ეს მეორე ცენტრალიზებულზე ვისაუბრებთ ოდნავ მოგვიანებით. რა იყო და ახლა რა არის? აი, რო ავიღოთ მაგალითი რო ავიღოთ რომელიმე ბაზრის კვლევის ნაწილი, ხო, როგორ ატარებდა შემსყიდველი ორგანიზაცია, კონკრეტული სამინისტრო, CP, IP თუ ასე შემდეგ, ბაზრის კვლევა, მას ჰქონდა ელექტრონული პოსტა, რომელსაც თქვათ შერჩეულ კომპანიებს ეს შეიძლება იყოს 10 ან 5, უგზავნიდა ბაზრის კვლევის წინაადებას, მასში მონაწილეობის მიღების მიზნით. ამაში რაღაცა ნაწილი შეიძლება ღებულობდა მონაწილეობას კომპანიების, თუმცა ეს იყო რაღაცა შეზღუდული რაოდენობა კომპანიების, რომელიც ის ან პირად მეილზე, ან სამსახურებულ მეილზე მიიღებდა და იმის მიხედვით აკეთებდა ანალიზს. და ვინ ზღუდავდა ამ კომპანიების რაოდენობას? თვითონ სისტემა? ამას თვითონ შემსყიდველი ირჩევდა. ესე იყო სარეკომენდაციო ნაწილი ბაზრის კვლევის, რომ შეიძლება ბაზარზე ახლა ძალიან ბევრი კომპანია, მაგრამ აი შენი ცოდნით, შენი გამოცდილებით, რამდენ კომპანიასაც იცნობ ბაზარზე, გააგზავნიდი თქვათ იმდენ კომპანიასთან, ხო? დღეს უკვე ჩვენი მოდული უზრუნველყოფს იმას, რომ თუ კომპანიას არის რეგისტრირებული ჩვენს მოდულში და აინტერესებს კონკრეტული CPV კოდი, ხო, სიტყვას ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს ფარმაცევტული პროდუქტები, შეიძლება იყოს დანადგარები რაღაცა კონკრეტული, რაც მას აინტერესებს, როგორც კი შემსყიდველი ორგანიზაცია ამის შესახებ გამოაცხადებს ბაზრის კვლევას, მას ავტომატურად მიუვა შეტყობინება ბაზრის კვლევის შესახებ და მას უკვე აქვს შესაძლებლობა წარადგინოს წინააღმდეგ, ხო? ბაზრის კვლევა ჩვენ შემსწავლელმა ორგანიზაციებმაც და კომპანიებმაც იცის, რომ ეს არ არის მხოლოდ ფასის კვლევა. ეს არის იმ პირობების, ტექნიკური პირობების თუ სატენდერო პირობების ფორმირება, თუ როგორ უნდა გამოვიდე მე ბაზარზე, რა პირობებით უნდა გამოვიდე, რომ კონკურენტუნარიანი იყოს ჩემი შესყიდვა. შესაბამისად, შესყიდველმა შეუძლია კითხოს უკვე ბაზარზე და ახლობით დღეს უკვე ძალიან გაიზარდა რეგისტრირებული მაჩვენებლები კომპანიების, სხვათა შორისაც ჩვენ ეს მოდული დავაინიცირეთ და დღეს რამდენი დღეა რაც სატესტო რეჟიმშია? დაახლოებით 20 დღეა ეს სატესტო რეჟიმშია და უკავშირს ღებულობთ კომპანიებისგან, შემსყიდველებისგან და თუ რაიმე გაუმჯობესების ნაწილი აქვს აუმჯობესებთ. დღეს უკვე 60,000 კომპანიას აქვს შესაძლებლობა რომ ამ მოდულში მიიღოს მონაწილეობა. და მას შეუძლია წარადგინოს თავისი წინააღმდეგ. ერთ შესყიდვაზე შეიძლება 60,000 კომპანია იყოს ჩართული. პირობითად, მაგალითად, დასუფთავება ამა თუ იმ უწყების, რაც გამახსენებს აქვს მონიშნული, რომ თავისი ინტერესი არის დასუფთავება, მას აუცილებლად მიუვა ამის შესახებ შეტყობინება, როგორც სისტემაში, ასევე ელექტრონული პოსტის საშუალებით, თუ სურვილი აქვს, შეიძლება ტელეფონზეც მიიღოს ამის შეტყობინება. ამიტომ MRS მოდული აძლევს საშუალებას ჩვენს კომპანიებს, კერძო სექტორს, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული უკვე შესყიდვის წინამოსამზადებელ ეტაპზე. ეს კიდევ რატო არის კარგი, რომ სანამ ტენდერი გამოცხადდება, უკვე კომპანიამ, კერძო სექტორმა იცის, რა ინტერესი აქვს სახელმწიფოს, რას გეგმავს შესყიდვისთვის, იმიტომ რომ ეს მისი ლოგისტიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოემზადოს ესეთი შესყიდვისთვის. მეორე ის არის, რომ მას შეუძლია შეთავაზოს
წინადადები იგივე გამოცდილებასთან დაკავშირებით, ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით, რომ ხო არ ჯობია ესეთი პარამეტრების გამოყენება, ხო არ ზღუდავს, იმიტომ რომ მე არა მაქვს ესეთი შესაძლებლობა სიტყვაზე თქვა, რომ აი 2 მილიონის გამოცდილებას რო ითხოვთ კონკრეტულ სატენდერო პროცედურებში და ამისთვის ემზადებით, მე მაქვს 1.8 მილიონი. მოდი 1.8 მილიონი რო შევცვალოთ, ხო არ გაუარესებს ეს სიტუაციას. უფრო კონკურენტული ხო იქნება ამ შემთხვევაში სატენდერო პროცედურები. ამიტომ ამის შეთავაზე, კერძო სექტორის ჩართულობა უკვე მაქსიმალურ ნიშნულს აღწევს ამ შემთხვევაში. ჩვენი ბაზარი შეიძლება ასევე ხასიათდება როგორი ნაწილით იცით, რომ არის რაღაცა CPU კოდები, სადაც მონაწილეთა რაოდენობა ბევრი არ იყო. და ეს შეიძლება მანამდე იყო რაღაც კომპანიების განცდა, რომ აი არასამართლიან პირობებში რაღაცა გვიწევს ჩვენ აქ მონაწილეობა არ არის. ხო, ერთიგივე კომპანია იმარჯვებს სულ ტენდერებში და ასეთი ხშირად გვესმის, რომ ასეთი მოდული უკვე აძლევს საშუალებას, რომ მიიღონ მონაწილეობა ამის ფორმირებაში, მიიღონ მონაწილეობა სატენდერო პირობებში. ერთმა კომპანიამ არ იცის დაუშვათ მეორე კომპანია რას თავაზობს, დახურულია სისტემა და აუქციონის პრინციპი დაახლოებით. კი, აუქციონის პრინციპი აქვს, წინადადებები არის კონფიდენციალური, ისინი ერთმანეთის წინადადებს ვერ ხედავენ. ეს ერთგვარად მათი კომერციული საიდუმლოებაა და მოდულის სტრუქტურაც როგორია. შეხედეთ და უნდა გქონდეთ, მე მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და კერძო სექტორსაც აუხსნათ, რომ ეს იმდენად სამართლიანი იქნება ეს მოდულის მუშაობა, რომ მაგალითად თუ ადრე მანამდე მეილით აკეთებდა შემსხდელი ორგანიზაცია კვლევას და მას რაღაცა ეტაპზე წინასწარ ქონდა შედეგები ბაზრის კვლევის. თქვათ, რომ დედლაინი შეიძლება ბოლოვადამ ქონდა რაღაცა 6 რიცხვში, 3 რიცხვში უკვე რაღაცა შედეგები ქონდა, 4 რიცხვში შედეგები მქონდა და ეს რაღაცა манипуляციის საშუალებას აძლევდა შემსხდელს. ეხლა უკვე როცა თავად განსაზღვრავს შემსხდელი ორგანიზაცია რაღაცა კონკრეტულ თარიღს, რომ ამ თარიღში ვასრულებ ბაზრის კვლევას, მანამდე ეს წინადადებები არ იქნება გახსნილი. ამას ვერავინ ვერ ნახავს. შესაბამისად, შემსხდელს ბაზრის კვლევის შედეგების შეფასება მოუწევს ერთდროულად. ყველას. მას წინასწარ არ ეცოდინება კომპანიის წინადადებები, კომპანიის შესაძლებლობები, კომპანიის თქვათ მოდელი თუ რას აპირებს ის, რომ შესთავაზოს ამასთან დაკავშირებით. ამიტომ რაღაცა ზეგავლენა შემსხდელის მხრიდან, რაღაცა манипуლირების საშუალება აქ არის ნულამდე დაყვანილი, სრულად დაზღვეულია ამ ნაწილში და კერძო ბიზნესს შეუძლია თავისუფლად წარადგინოს და კონდეს იმის განცდა, რომ მისი წინადადებებს ვერავინ ნახავს და სამართლიანად შეფასდება ყველანი ერთად. და დროს რაც შეეხება, დაუშვათ დილას გამოცხადდა ტენდერი, ვადებს თავად შემსყიდველი უთითებს თუ ეს პროგრამა მუშაობს და განსაზღვრავს დაუშვათ დღეს დაასრულოს თუ ხვალ დაასრულოს. ბაზრის კვლევას რო გამოაცხადებს, მინიმუმ ერთი სამუშაო დღე უნდა იყოს და ერთი სამუშაო დღე ნიშნავს, რომ თუ დღეს გამოაცხადე, დღევანდელი დღე არ ჩაითვლება, ეს არის შემომდევნო სამუშაო დღის ბოლო დღე. თუმცა ერთი სამუშაო დღის აღება ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აქ გვაქვს ჩვენ ძალიან ბევრი რისკების ალგორითმი ჩადებული მოდულში და მეტი დაკვირვების ქვეშ იქნება ყოველთვის ესეთი ბაზრის კვლევა, რომელიც ძალიან მცირე დროს აძლევს კომპანიებს წინადადების წარსადგენად. თუ ეხა რაღაცა ესეთი ფორს მაჟორი არ არის, გადაუდებელი აუცილებლობა არ არის. როგორც წესი რამდენიმე დღე ხდება, ხო, ტენდერი? ხო, ძირითადად ეს არანაკლებ 3-4 სამუშაო დღე უნდა იყოს იმისათვის, რომ მან დათვალოს თავისი დანახარჯები, დათვალოს თავისი შესაძლებლობა და იმის მიხედვით წარადგინოს. ეხლა უფრო დიდ მასშტაბს იძენს MRS მოდული გამარტივებული შესყიდვისას. იმიტომ რომ გამარტივებული შესყიდვის პროცედურა გულისხმობს იმას, რომ ბაზრის კვლევის დროს ხდება უკვე გამარჯვებულის გამოვლენა, იმიტომ რომ ეს ხო ტენდერამდე აღარ მიდის უკვე, იმიტომ რომ გამარტივებული შესყიდვის. რომ განმარტოთ, რას ნიშნავს გამარტივებული შესყიდვა? გამარტივებული შესყიდვა ნიშნავს არასატენდერო პროცედურას, გამარტივებული შესყიდვას აქვს თავისი საფუძვლები, ეს შეიძლება იყოს გადაუდებელი აუცილებლობა, როგორიც არის მაგალითად სტიქიის დროს, რაღაცა ხიდის დაზიანების დროს, რაღაცა სასწრაფო, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობის პერიოდისთვის მინდა აუცილებლად და ძალიან მოკლე ვადაშია საჭირო. კი, ამ გადაწყვეტილების მიღება. თანხა შეზღუდულია თუ არა გამარტივებულ შესყიდვის დროს? არა, თანხა არ არის შეზღუდული, რაც გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზების აღმოფხვრა სჭირდება, იმდენი შეუძლია, რომ დახარჯოს შემსყიდველ ორგანიზაციას და ასევე არის სხვადასხვა გამონაკლისები, ხო? გამარტივებული შესყიდვების წილი დღეს ჩვენ საერთო შესყიდვებში დაახლოებით 20% იქონდა და დაახლოებით 17-დან 15%-ამდე შემცირდა, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი წილია გამარტივებული შესყიდვების და უფრო მეტ
მნიშვნელობას იძენს გამარტივებული შესყიდვით, რომ ჩვენი მოდული იმიტომ რომ როდესაც ბაზრის კვლევის დროს ხდება უკვე შეფასება და გამოვლენა გამარჯვების თუ ვისთან გაფრონდება ხელშეკრულება, ამ დროს უკვე ეთვება დღეს უკვე 60,000 ეკონომიკური ოპერატორი თავისი ინტერესის მიხედვით წარადგენს თავის წინადადებას და საუკეთესოს მიხედვით მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა. ასევე ამას ემატება სპეცწესი, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს უფლებამოსილება სპეციალური შესყიდვის წესი დაუდგინოს სახელმწიფო კომპანიებს, ეს თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს თქვა შეიძლება იყოს თბოსადგური, შეიძლება იყოს გაზის კორუფციის ნიშნებს როგორ ვაზღვევთ? შეხედეთ ამ შემთხვევაში ჯერ სპეცწესი გაიცემა დასაბუთებულობის მიხედვით და არა ყველაფერზე კონკრეტულ კოდებთან მიმართებით, რაც მისთვის აუცილებელია, შეიძლება ეს რაღაცა ორთქლის გამავალი რაღაცა სპეციალური დანადგარი იყოს, რომელიცაც კონკრეტული რაღაცა საგარანტიო პერიოდში უნდა მოემსახუროს კომპანია. მაგრამ აი აქაც შემოდის MRS მოდული. მასაც კი სპეცწესის შემთხვევაში არ შეუძლია რომ გამარჯვებული გამოავლინოს რაღაცა ისევ პირადი მეილით ან სამსახურებრივი მეილის საშუალებით. აქაც უნდა ჩაეშვას ყველა 60,000 ეკონომიკურ ოპერატორთან წინადადება და საუკეთესოს გამოვლენის შემთხვევაში მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა. ამიტომ ჩვენ კომპლექსურად რო ავიღოთ, არ რჩება შესყიდვის სფერო, სადაც არ ვაცნობებთ კერძო ბიზნესს, რომ ვაპირებთ შესყიდვას და მიიღე მონაწილეობა შესყიდვის პროცესში, მიიღე მონაწილეობა სატენდერო პირობების ფორმირებაში თუ როგორი იქნება სატენდერო პირობა. გასაგებია და კორუფცია მაინც მაშინ როდესაც დაანონსდა ეს რეფორმა, მაინც აქცენტი გაკეთდა კორუფციაზე, კორუფციის ნიშნებზე. როგორც ჩანს ამ საჯარო შესყიდვებში, ხმაურიანი არ მახსენდება, მაგრამ არის კითხვის ნიშნები იყო და ამიტომაც დღის წესრიგში დადგა ამ რეფორმის განხორციელება. აი განსაკუთრებული მაღალი ღირებულების კონტრაქტების და გამარტივებული შესყიდვებზე თქვენ ისაუბრეთ, მაინც როგორ აზღვევს, აი როდესაც საუბარია რამდენიმე მილიონზე. აი ესეთ შესყიდვების დროს როგორ ვაზღვევთ, როგორ ამცირებთ კორუფციის რისკებს? აძლევთ ეს მოდული გაძლევთ თუ არა ამის საშუალებას? ხო, მოდული ისეთივე ეფექტურია მაღალ ღირებულებების შესყიდვებთან დაკავშირებით, როგორც თქვა, საშუალო ან დაბალი ღირებულების კონტრაქტებზე. და მთავარი განმაპირობებელი რა არის, რომ როდესაც მაღალი ღირებულების რაღაცა კონკრეტულ სამუშაოს ან საქონელს ყიდულობთ, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ის რომ კონკურენცია უნდა უზრუნველყო და რაღაცა ანტიკორუფციული რისკები შეამცირო ამასთან დაკავშირებით, ეს შეიძლება იყოს ბაზარზე გარიგება ან სხვა ტიპის რისკები. ამას უნდა დაუპირისპიროთ აუცილებლად, რომ მისცეთ შესაძლებლობა კომპანიებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს შემოვიდეს სატენდერო პროცედურებში და აზრი არ ქონდეს რაღაცა ტიპის გარიგებას კონკრეტულ შემთხვევაში. MRS მოდულში, როდესაც მე მაგალითად კონკრეტულ სამუშაოს ან საქონელს შევუშვებ, თქვა და ორი კომპანიაც რო ერთმანეთს ესაუბრებოდეს ან სამი კომპანია რო რაღაცა ბაზრის გადანაწილებაზე და ასე შემდეგ, ეს იმდენად დიდია, მოცულობითია ხელმისაწვდომობა მოდულის, რომ შეუძლებელია ამდენი კომპანია, თქვათ, ბაზარზე რაღაცა ის წინასწარ შეთანხმდეს და რაღაცა წესები უკარნახოს სახელმწიფოს ან შემსყიდველ ორგანიზაციას. შესაბამისად, მოდულს შეუძლია როგორც მაღალი ღირებულების კონტრაქტების და ტენდერების თავისუფლად მართვა და ამაში შემსყიდველის ჩართულობა, შემსყიდველი ორგანიზაციის მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოდულს ასევე აქვს განვითარების საშუალება და მალე უკვე დაემატება, მინდა რომ კერძო სექტორსაც უთხრა, კითხვა-პასუხის მოდული, რომ შეიძლება აღარ დაველოდოთ ბაზრის კვლევის პროცედურების დასრულებას და მანამდე მისცეს კერძო სექტორმა შენიშვნები. რატო ითხოვ ამდენ გამოცდილებას? რატო გავს ეს ტექნიკური პარამეტრი შემოტანილი? რა ხარისხობრივ მაჩვენებელს ემსახურება ეს? შესაბამისად, შემსყიდველს აი ამ კითხვებისა და პასუხის შემსწრებელი ვალდებულია რომ პასუხი გასცეს ესეთ კითხვებს. აი ამ ვალდებულების გათვალისწინებით მოუწევს უკვე რეპროექტირება თავისი წინადადების და ხელახლა გამოტანა ბაზარზე. და არჩევანს აკეთებს შემსყიდველი ორგანიზაცია გამარჯვებული შემთხვევაში თუ ამას აძლევს ეს მოდული და ის ვალდებულია იქიდან აირჩიოს დავუშვათ მაგალითად არჩევანის საშუალებას თუ ტოვებს, ანუ სამ კომპანიას ეუბნება რომ ეს პასუხობს შენს პირობებს თუ მხოლოდ ერთს, აი ეს კონკრეტულად ეს არის ის ვინც შენ გჭირდება. ხო, გააჩნია რა არის განსაზღვრელი კონკრეტულად, მაგალითად გამარტივებული შესყიდვის დროს რა არის განსაზღვრელი გამარჯვებულის გამოსავლენად. შეიძლება ეს იყოს მხოლოდ ფასის კრიტერიუმი და ვინც ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებს და რა თქმა უნდა დააკმაყოფილებს იმ ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელსაც შემსყიდველი ითხოვს
გაიმარჯვებს ის, თუ აქვს ხარისხობრივი კომპონენტები შემოტანილი, მაშინ მან უნდა დაითვალოს ხარისხის და ფასის კრიტერიუმები ერთმანეთში შემსყიდველობა და ამის მიხედვით მოახდინოს უკვე გამოვლენა. შესაბამისად, ორივე ოპცია აქვს შემსყიდველ ორგანიზაციას, გამოიყენებს მხოლოდ ფასის კრიტერიუმს თუ მხოლოდ ხარისხის და ფასის კრიტერიუმს, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ეს არის ჩვენი ტენდერების უმეტესობა, ეს არის, რომ ჩვენ ხარისხის კრიტერიუმები არის გაწერილი კონკრეტული თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს რომელ სტანდარტს, რომელი სერტიფიკატით უნდა დავაკმაყოფილოთ ის კონკრეტული მახასიათებლები და თუ ამას აკმაყოფილებ, უკვე გადამწყვეტია შემდგომ ფასი. ანუ კორუფციის ნიშნები, როგორც მე ხა თქვენ საუბრიდან გამომდინარე მივხვდი, არის მინიმუმამდე დაყვანილი. თქვენ ახსენეთ სატესტო რეჟიმი 20 დღე. ანუ გააქვთ უკვე ამ მოდულის შედეგად განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვა, დაახლოებით რა თანხაზე შეიძლება ითქვას და თუ შეგიძლიათ დააკონკრეტოთ სფეროებიც მაგალითად. დაახლოებით ჩვენი მოდულით უკვე ისარგებლა 3000-მდე შემსყიდველმა ორგანიზაციამ. მაშინ როცა რეგისტრირებულია რამდენი? 5000-მდეა რეგისტრირებული სულ შემსყიდველი ორგანიზაცია და ნახევარზე მეტმა, ნუ ის ნორმალურია. ისარგებლა დაახლოებით ეს არის რაოდენობრივად დაახლოებით ეს არის 5000 შესყიდვა, სადაც გამოიყენეს ბაზრის კვლევის მოდული, მიიღეს შესაბამისი შეთავაზებები და გადავიდა ეს უკვე სატენდერო პროცედურებში. ან გადავიდა უკვე გამარტივებულ შესყიდვაში და მოხდა გამარჯვებულის გამოვლენა. დაინტერესება საკმაოდ მაღალია, იმიტომ რომ ჩვენ რო სატესტო რეჟიმში ჩაუშვით და ახ მიმდინარე დღეებში დავაანონსეთ ეს ნაწილი დაახლოებით უკვე ბიზნესის დაინტერესება იმდენად მაღალია, რომ რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორების რაოდენობა დაახლოებით 60,000-მდე ავიდა. ანუ თუ გამოჩნდნენ ახალი კომპანიები, ეს არის მთავარი ალბათ ერთ-ერთი მიზანი იყო ამ მოდულის შექმნის, რომ გამოსულიყვნენ დავუშვათ ახალი კომპანიები და იგივე კომპანიები, რომლებიც კერძო სექტორს ემსახურებოდა და ჩვენ არ გვემსახურებოდა მანამდე თქვათ შემსხილ ორგანიზაცია სახელმწიფოს, ბევრი რეგისტრაცია მოხდა უკვე ჩვენს მოდულში და მათი დაინტერესება ნდობა ამ მოდულის მიმართ საკმაოდ მაღალია და ვიმედოვნებთ, რომ შედეგებიც ამას აჩვენებს და დაინახავენ. და კიდევ ერთი დეტალი, ამ მოდულით სარგებლობა არ არის სავალდებულო. ეს არის ნებაყოფლობითი საწყის ეტაპზე, თუმცა მომავალში გახდება სავალდებულო? ხო, ჩვენ ჯერჯერობით გვაქვს ეს არეკომენდაციო, თუმცა აქტიურად იყენებენ შემსყიდველი ორგანიზაციები, ასევე კერძო ბიზნესი და ფაქტიურად დღეს შემიძლია გითხრათ 80-90% ბაზრის კვლევის მაინც ამ მოდულში მიმდინარეობს. ეს დრო გჭირდება იმისათვის, რომ მივიღოთ სრულად უკავშირი კერძო სექტორისგან, მივიღოთ სრულად უკავშირი ბიზნესისგან, შემსყიდველი ორგანიზაციის. ეს არის დაახლოებით იანვრიდან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სავალდებულო გახდეს მოდულის გამოყენება, როდესაც უკვე სავალდებულოდ ჩაუშვებთ, სრულად გამართული უნდა იყოს ამ კუთხით და პასუხობდეს მათ მოთხოვნებს, ამიტომ ეს პერიოდი დაახლოებით ავიღეთ ამისთვის, რომ სრულად პასუხობდეს კერძო ბიზნესის და შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნებს. და მანამდე შეიძლება კიდე დაიხვეწოს და დაემატოს დავუშვათ ახალ-ახალი ფუნქციები. ეს არის კითხვა-პასუხის მოდული, უკვე მუშაობთ ჩვენ ამაზე, შესაძლებელი სააგენტო მუშაობს. ეს იქნება დაზუსტების ნაწილი, ასევე რომ შეიძლება ბაზრის კვლევის დროს მინდა კერძო ბიზნესმაც ისოს რაღაცა გამორჩეს. კომპანია სიტყვას თქვა, აი რა საგარანტიო პირობის მითითება, რაღაცა პირობის მითითება, შეიძლება ფასი დააფიქსირა, რაღაცა და ყველაფერი მიაწოდა, მაგრამ რაღაცა გამორჩის. ჩვენ მივცემთ საშუალებას, სისტემა მისცემს საშუალებას, რომ დააზუსტოს ესეთი წინადადება, რომ კვალიფიციურად შედგეს მისი წინადადება და შემდგომ შემსყიდველმა განეხილოს. და კიდევ ერთი მთავარი და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რატომ დადგა დღის წესრიგში, მაშინ როდესაც არსებობს შესყიდვების სააგენტო, შეიქმნას კიდევ ახალი სტრუქტურა. ეს არ არის დამატებითი ხარჯი დაუშვათ სახელმწიფოსთვის, ეს ჩაანაცვლებს შესყიდვების სააგენტოს თუ ორივე რჩება და რა იქნება მათი ფუნქციები. და ალბათ აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები. დიახ, საკანონმდებლო ცვლილებები, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე დაინიცირებულია. რაც შეეხება დღეს როგორ არის შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილება და მანდატი, რომ დღეს შესყიდვების სააგენტო ერთის მხრივ განსაზღვრას პოლიტიკას, ქმნის წესებს, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ შესყიდვა და ამავდროულად არის დიდი შემსყიდველი ორგანიზაცია კონსოლიდირებული ტენდერების სახით. კარგი პრაქტიკის მიხედვით პოლიტიკის გამტარებელი უნდა იყოს ცალკე ორგანიზაცია დამოუკიდებელი, რომელიც თამაშის წესებს შექმნის, ხოლო შემსყიდველი და განმახორციელებელი უნდა იყოს ცალკე დამოუკიდებელი ორგანიზაცია.
ხარჯების ნაწილის და ოპტიმიზაციის ნაწილით ეს ფაქტურად სააგენტოს ბაზაზე გაკეთდება ცალკე სააგენტო და ეს რაღაც მნიშვნელოვან საშტატო რიცხოვნობის დასს არ გამოიწვევს, ხოლო რაც შეეხება ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს, ესეც უკვე მნიშვნელოვანი ნაწილია და რეფორმაა ჩვენთვის. და რატო? ჯერ ვთქვათ, რომ ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოში გადმოდის კონსოლიდირებული შესყიდვები და დღეს სახელმწიფო კონსოლიდირებულად ყიდულობს ძალიან ბევრ საქონელს, სიტყვას ვთქვათ, ეს იქნება ქაღალდი. დაახლოებით თანხებში რო და რამდენია ეს? დაახლოებით ეს არის 1 მილიარდ ლარამდე. ანუ 9 მილიარდიდან, ანუ 9 მილიარდია წელიწადში შესყიდვები, არის 1 მილიარდი ეს კონსოლიდირებული ტენდერით ყიდულობთ, იმიტომ რომ სახელმწიფო ორგანიზაციების, თქვათ, სერვისების უწყვეტობა უზრუნველყოთ და კომპანიები მზად იყოს, რომ უწყვეტად მოგვემსახურონ. ამიტომ ამ ნაწილს სრულად წაიღებს ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო და ასევე წამოიღებს შემსყიდველი ორგანიზაციების კონკრეტულ შესყიდვებს კონკრეტული მონეტარული ზღვარზევით. მონეტარული ზღვარი თუ რა იქნება, რომლის ზევით უკვე ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო განახორციელებს, ხოლო ქვევით თავად შემსყიდველი ორგანიზაცია SIP იქნება, IP იქნება. ანუ შესყიდვების სააგენტოსაც რჩება ტენდერები, ანუ სრულად არ გადმოდის, ეს გამიჯვნა არ ხდება ამ ორი სტრუქტურის. შესყიდვების სააგენტოს რჩება მხოლოდ პოლიტიკის განსაზღვრა, ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოში გადმოდის კონსოლიდირებული ტენდერი და ასევე ცენტრალიზებული შესყიდვები, რომელსაც გულისხმობთ მონეტარულ ზღვარზევით შესყიდვის განხორციელება, ეს განისაზღვრება მონეტარული ზღვარი და სამინისტრო ან SIP აღარ განახორციელებს ამ შესყიდვას, ყველა შემთხვევაში განახორციელებს ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო. დავების საბჭო დარჩება შესყიდვების სააგენტოს? დავების საბჭო დღეს არის კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების სააგენტოს ნაწილი, ის დამოუკიდებელ სუბიექტად დარჩება, როგორც არბიტრი. შესაბამისად, დავების საბჭოს უფლებამოსილება ცალკე რჩება ამ კუთხით. ეხლა რატო გადმოდის ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტოს მანდატი ცალკე, რატო იქნება ეს მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ცენტრალიზებულ შესყიდვას ვეძახით, ხო? დღეს რა სიტუაცია გვაქვს ამ კუთხით, რომ ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციები იქნება ეს სამინისტრო, IP, SIP თუ ასე შემდეგ, ერთი და იგივე მსგავს საქონელზე სხვადასხვა პირობით გამოდივართ ბაზარზე. და რას ნიშნავს ეს, რომ სიტყვას ვთქვათ, მე შეიძლება ვიყიდო რაღაც 50 დანადგარი, რომელსაც ყიდულობს სოფლის მეურნეობის სამინისტროც და არის რომელიმე სხვა სამინისტრო, თქვათ, განათლების. ან SIP თუნდაც ერთი ითხოვს გამოცდილებას, თქვათ, მილიონი ლარის ოდენობით, ფინანსურ მაჩვენებელს, თქვათ, 9 მილიონი ლარის ოდენობით, მეორე ითხოვს 1 მილიონი ლარის ოდენობით, ან თქვათ, რაღაცა 3 მილიონი. ერთი და იგივე პროდუქტი. ეს არის ბიზნესთვის გაუგებარი. ეს არის კერძო სექტორისთვის გაუგებარი და ის ცდილობს რაღაცა დამატებითი პრეფერენციები და ბენეფიტები. და რატომ ითხოვს მაშინ თვითონ შემსყიდველი? ანუ ერთმანეთთან არ არის რაიმე სტანდარტი დადგენილი, რომ დავუშვათ ეს დაზგა, პირობითად ეს დანადგარი, ღირს ამდენი და შენ ამდენი არ უნდა მოითხოვა. ხო, ესეთი სტანდარტი საერთოდ არა მარტო ჩვენთან, არამედ ზოგადად შესყიდვების სფეროში არ არის, იმიტომ რომ ეს უნდა განსაზღვროს შემსყიდველმა ორგანიზაციამ თავისი საჭიროებიდან გამომდინარე და ესეთი მჭიდრო კოორდინაცია, რომ აი თქვენ რა გამოცდილებას იყენებთ და მე რა გამოცდილებას ვიყენებ, ამის მიხედვით გამოვაცხადო ტენდერი არ არის. ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ქონდა საკმაოდ რთულიც არის ამის განხორციელება, რომ აი ეს მუდმივად წარმოგიდგენთ ახლა 5000 შემსყიდველი ორგანიზაციაა და ერთი სტანდარტის ქვეშ მოაქციო 5000-ივე, ხო? ამიტომ კონკრეტულად თამოყრა ამისი ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოში ნიშნავს, რომ ბიზნეს კერძო სექტორს უკვე ექნება მკაფიო მოლოდინი. მკაფიო სიგნალი იმისა, რომ კონკრეტულ შესყიდვასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ექნება ერთგვაროვანი მიდგომა და მოითხოვს ერთი და იგივე სახის გამოცდილებას თუ ფინანსურ მაჩვენებლებს. ამიტომ ეს ამას უზრუნველყოფს ეს ახალი ორგანო, რომელიც იქნება? ანუ ეს არ იქნება მისთვის სიურპრიზი. რომ მე ფიქრობდი, რომ დაახლოებით თქვენ 50 დანადგარზე მომთხოვდით რაღაცა 100 დანადგარის გამოცდილებას და უცბად სიურპრიზია ჩემთვის 150 ან 3 მილიონის გამოცდილებას ხოს. ვეღარ შემოვდივარ სატენდერო პროცედურებში. ეს ერთ-ერთი გამაპირობებელი, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ შეიძლება რაღაც CPV კოდებზე დაბალი მაჩვენებელია მონაწილეობის პრეტენდენტების მონაწილეობის, ეს გაზრდის კიდევ
კერძო სექტორის დაინტერესებას, რომ შემოვიდეს ატენდერო პროცედურებში, იმიტომ რომ ბიზნესის კერძო სექტორის მოლოდინები მისი ბიზნეს სტრატეგია როცა უყურებს სახელმწიფო შესაძლებლობას, უნდა იყოს განჭვრეტადი მისთვის. უნდა ხედავდეს წინასწარ რისი შესაძლებლობა ექნება და რას მოთხოვს ამ სახელმწიფოს ამისათვის რა პირობებით შემოვა ბაზარზე. შესაბამისად ესეთი ცვლილება ერთგვაროვნება შესყიდვის მიმართ, რომელსაც სახელმწიფო დღეს გადაწყვიტა და ამ კუთხით უნდა რომ განახორციელოთ, მნიშვნელოვნად გაზდის დაინტერესებას კერძო სექტორის საჯარო შესყიდვების ნაწილში. და ორი მთავარი ამბავი გამჭვირვალობა და ეფექტიანობა. ანუ დაახლოებით გათვლები გექნება და 1 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ეს მოდული ჩაეშვება, ეს სისტემა შეიქმნება, რა მოლოდინი გაქვთ? ანუ რა შეიცვლება შესყიდვების ბაზარზე? ჩვენ საშუალო მონაწილეთა რაოდენობის სტატისტიკის მიხედვით რო ავიღოთ, მე მაგალითად ჩვენ სტრატეგიულად ესეც გვაქვს გათვლილი, რომ თუ კონკრეტულ CPV კოდზე მონაწილეთა რაოდენობა, საშუალო მონაწილეთა რაოდენობა დღეს არის 2.5, 2 და 2 ან 3, ეს დაახლოებით 4-ან 5-მდე უნდა გაიზარდოს მონაწილეთა რაოდენობა. იმიტომ რომ მოდული და ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო, ეს არის კომპლექსური რეფორმა ერთიანობაში, აძლევს საშუალებას, რომ სამართლიანი განცდა კონდეს კერძო ბიზნეს ბაზარზე, რომ მისი წინააღმდება არ დაიკარგება, მისი შეთავაზება არ დაიკარგება, სამართლიანად შეაფასებს მას სახელმწიფოს და იმის მიხედვით მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა. ანუ გამჭვირვალობაში ამას გულისხმობ? კი, და აქ შეზღუდვა არ არის, ხო? აქ შეიძლება უცხოური კომპანიებიც იყოს ამ მოდულში ჩართული, ანუ შეიძლება ნებისმიერ უცხოური კომპანია შემოვიდეს ჩვენი მოდულით და ისარგებლოს. რაც შეეხება თვითონ სისტემის გამჭვირვალობას, აქ ყველა ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი, თვითონ ბაზრის კვლევის მოდული, როდესაც შემსყიდველი აცხადებს, ეს რა თქმა უნდა საჯაროა. ეხლა კონკრეტულად წინააღმდეგებს რო წარადგენენ კომპანიები, ეს რა თქმა უნდა ერთმანეთის წინააღმდეგებს ვერ ხედავენ და დაფარულია, მაგრამ ყველა 9 მილიარდი ლარის შესყიდვა, რომელსაც განახორციელებს სახელმწიფო, ეს იქნება ხელმისაწვდომი საჯარო ყველასთვის. ინფორმაცია მიეწოდება და მათ ექნება საშუალება მიიღოს მონაწილეობა შესყიდვის პროცედურებში. და ხა ეს მოდული სად არის ჩაშენებული? ამ შესყიდვების ააგენტოს გვერდზე? შესყიდვების გვერდზე. შემდეგ ცალკე გადმოვა თუ ისევ იქ დარჩება? იქ დავტოვებთ, იმიტომ რომ რადგანაც შესყიდვების სივრცე ჩვენთან არის, თქვა შესყიდვების სააგენტო საიტზე, სპაჯიზე თქვა, სადაც ხდება შესყიდვების ნაწილი, იქ გვინდა რომ იყოს, დავახვედროთ, იმიტომ რომ ამ სისტემას იცნობს კერძო სექტორის და შემსყიდველი ორგანიზაციების და მათთვის უფრო მარტივი იქნება ამით სარგებლობა. ამიტომ იქ გავნაგრძავთ ამ ნაწილს რო და ბოლოს აი კიდევ ერთხელ რომ ანუ მომავალი წლიდან სრულად ამუშავდება ეს რეფორმა, ანუ როგორ აპირებთ, ანუ როდის შეიქმნება ეს სტრუქტურა და ეს მოდული როდის გახდება სავალდებულო? ბაზრის კვლევის მოდული სავალდებულო გახდება უკვე ესე ფიქრობთ იანვრიდან, 26 წლის იანვრიდან, ხოლო ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო თავისი სტრუქტურის გამართვით, თავისი წესებით, რომელიც შესამუშავებელია, უკვე ივნისიდან ფიქრობთ, რომ ჩაეშვება ფუნქციონირებაში. და აუცილებლად სულ ცოტა დრო გრჩება, უნდა გითხოთ თავად თქვენი დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სულ რაღაც 2 თუ 3 თვეა რაც არსებობს ეს დეპარტამენტი, ანუ თავარი რას აკეთებს? ანუ არის თუ არა ეს დავუშვათ ამერიკული მოდელის ასლი, ჩვენ გვახსოვს ამერიკაში შექმნილი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, მაშინ როდესაც დაანონსდა ამ დეპარტამენტის შექმნა, ყველას გაუჩნდა ასოციაცია დავუშვათ ამერიკულ მოდელთან. რას აკეთებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი? ჩვენი დეპარტამენტის ძირითადი მიზანი გახლავთ ეს არის პრევენციული მექანიზმი საქართველოს მთავრობისთვის, რომ თუ რაიმე რისკები არსებობს კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, კონკრეტულ ეს არ აქვს მნიშვნელობა, ეხლა ჩვენ დღეს სახელმწიფო შესყიდვებზე ვსაუბრობთ, შეიძლება იყოს სახელმწიფო კონების მართვა, შეიძლება იყოს რეფორმების გატარება, რეფორმების ფასილიტაცია, ინიცირება, ამაში მონაწილეობის მიღება, თუნდაც ინტერვენცია კონკრეტული რაღაც საკანონმდებლო დონეზე სად არის, ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით სისტემას, როგორც სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში, ასევე სხვა რეფორმების ნაწილში, მონიტორინგის ნაწილში, აქტიურად ვარ ჩართული ყველა შესაძლო პროცესში. შესაბამისად გავცემთ რეკომენდაციებს და შენიშვნებს ამასთან დაკავშირებით და ეს არის მონიტორინგის, პრევენციის და კონტროლის მექანიზმი საქართველოს მთავრობისთვის, რაც შეიძლება ეფექტიანი ვიყოთ, რაც შეიძლება მოკლე დროში. ინოვაციები. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი გურამ დუმბაძე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. დიდი მადლობა, მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.